ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ახალგაზრდა მხატვრის ნინო ლაცუსბაიას ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. 15 წლის ნინო აფხაზეთში დაიბადა და გაიზარდა. დიდი ხნის განმავლობაში მას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მალულად უწევდა ქართული ენის სწავლა. ფერწერული ნამუშევრების გამოფენა მისთვის პირველია, რომელიც აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით ჩატარდა. ასევე გამოფენაზე დალი მუხაძისა და ნუნუ ჯანელიძის საბავშვო წიგნის ხატულა ლექსების პრეზენტაცია გაიმართა. ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით დღეს ესეთი არაჩვეულებრივი გამოფენა მოეწყო ჩვენს სივრცეში. ჩვენ გავიცანით 15 წლის ახალგაზრდა მხატვარი, უკვე შეიძლება ასე ვუწოდოთ, რადგანაც მისი ნამუშევრები საკმაოდ სერიოზულად გამოიყურება და პარალელურად ჩვენს პატარა სტუმრებისთვის დღეს გაიმართა პრეზენტაცია ხატულა ლექსების, გაიმართა ვიქტორინა და ბავშვებს დაურიგდათ ძალიან კარგი ლიტერატურა, სადაც ესე ჭარბად არის აფხაზეთის თემატიკა. ეს არის ხატულა ლექსები, ეს არის ლიტერატურული შემეცნებითი სახელმწიფო ჟურნალი ალქნის ერთ-ერთი პროექტი. მხატვრული რედაქტორი ნუნუ ჯანელიძე და მეორე ამ ჟურნალის მხატვარი და პოეტი ძალიან საინტერესო შემოქმედი, ვინც ფერიდა სილამაზე შესცინა ნახატს, ეს არის დალი მუხაძე. მე მინდა მიულოცო ბავშვებს, ბავშვების დღე, დიდებისთვის არის ბავშვთა დაცვის დღე, ბავშვებისთვის ბავშვების დღე. და მინდა რომ იყვნენ მხიარულები, ბედნიერები და რა ვიცი, უყვარდეთ წიგნი. ბავშვისთვის უნდა წერო კარგად და უფრო კარგად ვიდრე უფროსებისთვის. ალბათ აი მე 13 ამით უფროსებს ბავშვებმა დამაწერინა ეს ლექსი.